შენი აზრით, 35 წლის შემდეგ წონის დაკლება რატომ რთულდება? ბევრი ფიქრობს, რომ 35 წლის შემდეგ წონის გაჩერება ასაკის ბრალია, რომ მეტაბოლიზმი ნელდება, ჰორმონები იცვლება და გახდომა თითქმის შეუძლებელი ხდება. მაგრამ სიმართლე ცოტა განსხვავებულია. 35 წლის შემდეგ მთავარი პრობლემა ხშირად ასაკი კი არა, ცხოვრების წესია. მოძრაობთ ნაკლებს, ვზივართ მეტს, სტრესი იზრდება, ძილი უარესდება და პასუხისმგებლობების გამო საკუთარ თავზე ზრუნვის დრო სულ უფრო ცოტა ვრჩება. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასაკთან ერთად კუნთოვანი მასა თანდათან მცირდება, თუ მის შენარჩუნებაზე არ ვზრუნავთ. რაც ნაკლები კუნთი გვაქვს, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს სხეული ყოველდღიურად. მაგრამ კარგი ამბავი მაქვს. 35 წლის შემდეგაც შეგიძლია დაიკლო წონაში არა მკაცრი დიეტებით, არამედ საკმარისი ცილის მიღებით, მეტი მოძრაობით, ძალისმიერი ვარჯიშებით, ხარისხიანი ძილით და ისეთი კვებით, რომლის დაცვასაც მთელი ცხოვრება შეძლებ. ასე რომ, თუ 35 წელს გადასცდი, არ იფიქრო, რომ უკვე გვიანია. შენი სხეული ჯერ კიდევ შესანიშნავად რეაგირებს სწორ ჩვევებზე. თუ 35 პლუსი ხარ და გინდა გაიგო, როგორ დაიკლო წონა ჯანსაღად და შეინარჩუნო, მომწერე ინსტაგრამზე და გავისაუბროთ.